თანამედროვე გადაცემის შემოგვედა მეორე სტუმარი, ჩვენი მეორე სტუმარია ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზაურ, რომ მოგზანდით. დიახ. და ეხლა ჩვენ წინა სტუმართან რაცა გარე პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკაზე ვისაუბრეთ და მინდა რომ ეხლა შიგნით ქვეყნის შიგნით გადმოვინაცვლოთ. ჩვენ ნახეთ რომ აი ამ გამწვავებული გეოპოლიტიკური დიდი დაპირისპირების ფონზე ჩვენთან ავანსცენაზე გამოჩნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, იმ დონეზე რომ კონგრესში მოусმინეს მაგათაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს არასამთავრობოები არ სარგებლობენ ისეთი ავტორიტეტით, რომ შეძლონ მოსახლეობის ფართო ფენების აყოლიება. შემდეგ ავანსცენაზე გამოჩნდნენ უკვე ჟურნალისტები, მედია საშუალებები, მაგრამ პრინციპში როგორც ხედავთ, არც მედია საშუალებები ეს გამოირჩევიან რაღაცა დიდი ავტორიტეტით, რომ დიდი მასების აყოლიება შეძლონ. და ფაქტობრივად აი ეს პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც უთანაგრძნობენ აი ქუჩის პროტესტებს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენ ქვეყანაში, ისინიც მუშაობენ გარე ძალებზე, ანუ გარედან შექებაზე, გარედან მხარდაჭერაზე არიან ორიენტირებული და ეს არის მთავარი მათთვის და არა ის ქვეყნის შიგნით არსებული პროცესი. რაღაცნაირად ეს როგორ შეიძლება ავხსნათ დემოკრატია რაღაცნაირად შიშველია, აი მეფე შიშველია ეს არ იყოს უკვე თუ რა პროცესები ვითარდება ახლა ჩვენ თვალწინ, როდესაც უკვე ერთმანეთში აიზილა დემოკრატიული, ავტორიტარული, ავტოკრატი უკვე გაუგებარი არის დიქტატორული, მეთოდები არის ერთმანეთში აზელილი და არეული მე მგონი. და რატომ მართლაც ისეთ ჯგუფებზე აკეთებს ფსონს ჩამოდის დასავლეთი რაც წამგებიანია მისთვის და რატომ ჩამოდის ასეთ ჯგუფებზე? დასავლური განვითარება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის იმ კლასიკური გაგებით დასავლეთის საიდანაც ჩვენ მივდიოდით და გვეგონა როდესაც თუნდაც რეფერენდუმი ჩავატარდა და მეც ხმა მივეცი რა თქმა უნდა. მოგესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს და ტელემაყურებლებს. ძალიან კომპლექსური კითხვაა და კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. როცა საუბრობთ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, შემდეგ ეგრეთ წოდებულ ქართულ მედიაზე, ეგრეთ წოდებულს მე იმიტომ ვარქმევ, რომ თუ ქართულია მედია, ქართული უნდა იყოს თავის სულისკვეთებით. ჩვენ უნდა თქვა ღიად, საიდან ფინანსდებიან ეს არასამთავრობოები და ტელემედიები. ამ შემთხვევაში ტელემედიას როცა ვამბობ, გულისხმობ როგორც ესე იგი ოპოზიციურ მედიას, ასევე სხვა ტელემედიებსაც, ძირითადად მედიას თუ განვიხილავთ, არიან პარტიული მედიები. აი, მეინსტრიმულ მედიას როცა ვამბობთ, ესე იგი ვიგულისხმება პარტიული მედიები, იმიტომ რომ მოგეხსენება ტელემედია ძალიან ხარჯიანია, ძალიან სერიოზული დაფინანსება სჭირდება და აქედან გამომდინარე ის დამოუკიდებლად ვერ იარსებებს, მithumეტ ესეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა. ჩვენ ვიცი საიდან მოდის ეს წყაროები, დაფინანსების წყაროები, მოგეხსენებათ ვინც აფინანსებს, ვინც ფულს იხდის უკვეთავს, ესენი ფაქტიურად შემსრულებლები არიან, თუმცა როგორც უკვე პრაქტიკა გვიჩვენებს არიან ძალიან უხეირო შემსრულებლები, იქიდან გამომდინარე რომ ფაქტიურად ქართული მედიის ავტორიტეტი არის ნულის ტოლი, ნულზე ქვებოთ, შეიძლება ასე ითქვას. მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეუძლია თეთრის და შავის გარჩევა, ვისაც ობიექტური ანალიზი უნარი გააჩნია. ქართული მედია სამწუხაროდ პროსტიტუტკად იქცა. შეიძლება ასე ვთქვათ და ასე ზოგადადაც ნუ ვიტყვით მე ქართული მედიის არა მე ახლა გეტყვით არა აქ საუბარია მეინსტრიმულ მედიაზე რომელიც ტონს აძლევს სხვადასხვა არა და არა იმ პატარ-პატარა ჩანასახებზე მე ტონს არ მაძლევ მესმის ასაც მაგრამ მაინც დავაზუსტე მე მახსენდება ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში პირველი კურსის პირველი დღე როცა ფაკულტეტის დეკანმა პირველი ლექცია ჩაგვიტარა ჟურნალისტიკის შესავალი და ასეთი რამ ბრძანა ახალგაზრდებო ჟურნალისტიკა ეს პროსტიტუცია მე ცუდად გავხდი იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია რა თქმა უნდა სიყვარული ჩავაბარე ესე იგი პროფესიის სიყვარული ჩავაბარე უნივერსიტეტში და როცა გავიგე რომ ჟურნალისტიკა პროსტიტუცია მე სხვადასხვა მაშინ კარგად ვერ აღვიქვეს რას გულისხმობდა ამაში ну გარსებობს ასეთი გამოთქმას პროსტიტუცია ანუ პროსტიტუტკა არისო პროსტიტუტკების ხელში
პოლიტიკას ზამბობენ ხოლმე, პოლიტიკა ეს პროსტიტუციაო, პროსტიტუტების ხელში ასეა მედიაც. გააჩნია ვინ როგორ ესე იგი იყენებს ამას, ამ უფლებას, ამ მოვალეობას. მართალი გითხრა თქვენ ახლა შენიშვნა მომეცით და მე ვიზიარებ. არა, შენიშვნა არ მომიცია, უბრალოდ დავაზუსტე. კი, რა თქმა უნდა, მე გულწრფელად გეტყვით, ბავშვობიდან მოყოლებული სულ ესე იგი მედიას ვემსახურები, მით უმეტეს ჟურნალისტიკის სწავლის ფაკულტეტის სწავლის პერიოდშიც მუშაობდი, შემდეგ ერთხელაც ეს მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელი სახელმწიფო სამსახურში ვიმუშავე, ერთხელაც არ შემიწყვეტია ესე იგი ჩემი პროფესიის სიყვარული და ყოველთვის ვცდილობდი რაღაც დამეწერა, მეთანამშრომლა და სხვა. მით უმეტეს მე მაქვს თქმის ამის თქმის უფლება, რადგან თითქმის 10 წელია დაახლოებით ხელმძღვანელობდი ყოველ შემთხვევაში და ახლაც მაქვს ერთი საინფორმაციო საშუალება, ესე იგი დამოუკიდებელ მედია საშუალებებს. ეს იყო ესე იგი ყოველ კვირეული გაზეთები, ჟურნალები, საინფორმაციო სააგენტოები და ასე შემდეგ. რატომ მე ვამბობ ხელმძღვანელობდი და თან ჩემი დაფუძნებული იყო ყველა ეს საინფორმაციო საშუალება? იმიტომ რომ მე არასოდეს არავის დაკვეთა არ შემისრულებია. არც მე. არასოდეს არავის დაკრულზე არ მიცეკვია როგორც იტყვიან. არასოდეს ერთი თეთრი გრანტიც არ მიმიღია. არც მე. სხვათა შორის ორჯერ ესე იგი ვცადე. არა, ერთხელ მივიღე 300 ევროიანი წყლის პრობლემა საქართველოში. მე ორჯერ ვცადე, ერთხელ იყო მაშინ ფინანს სამინისტროს გაზეთის მთავარ რედაქტორი ვიყავი და ესე იგი ერთმა მეგობარმა იურისტთა პროფესიით, რომელსაც ჰქონდა უკვე რამდენიმე გრანტი მიღებული და ძალიან მასშტაბური გრანტები ჰქონდა აღებული, ესე იგი მირჩია რომ მოდი გავაკეთოთ პროექტი ადამიანის უფლების დაცვაზეო. და მას ჰქონდა ამის გამოცდილება, პროექტის მომზადების გამოცდილება, დავთანხმდით ეს და შევიტანეთ. ის მარწმუნებდა რომ აუცილებლად ესე იგი მივიღებდით დაფინანსებას. მე ვუთხარი რომ მაშინ უკვე რამდენიმე გაზეთის ყოფილი რედაქტორი ვიყავი და მე ვუთხარი რომ ჩემს გამო შეიძლება ესე იგი შენ ვერ მიიღო დაფინანსება. ნუ არ დამიჯერა ცხადია, თავიდან შევკვირდნენ თუმცა შემდეგ ჩემი სახელდაგვარეთობა არ მოეწონათ და უარი თქვეს. მეორე მომენტი მქონდა, როცა 2001 წელი იყო მახსოვს, დამოუკიდებლად გავაკეთე პროექტი, ძალიან საინტერესო პროექტი და წარვადგინე შევარდნაძე ერთ-ერთ чиновникთან, რომელიც კურირებას უწევდა გრანტებს, უცხოურ გრანტებს. და მან პირდაპირ მითხრა, როცა გაეცნო, ჩემი მეგობრობდა ჩემთან სხვათა შორის, ხო და პირდაპირ მითხრა, ძალიან საინტერესო პროექტია, მაგრამ შენ ჩვენი გუნდის წევრი არ ახარ და პირდაპირ გეტყვი, რომ ესე იგი ვერ მიიღებ დაფინანსებას. ნუ ამის შემდეგ მე არც მიცდია მართალი გითხრათ, იმიტომ რომ ნუ როცა გუნდის წევრი ვერ ხდები, ესე იგი ჩათვალო უნდა რომ შენ ესე იგი დაფინანსებას ვერ მიიღებ. და რომც მიმეღო დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში ესეთი პროექტები იყო, პირდაპირ არ უკავშირდებოდა მედიას, ესე იგი ანუ მე ჩემს დამოუკიდებლობას ვერ დავგარგავდი, მაგრამ როცა შენ გინდა რომ დამოუკიდებელი იყო, ობიექტური იყო, ცხადია ვერ მიიღებ იმ დაფინანსებას, რომელსაც უკან მოყვება ესე იგი სხვა რეკომენდაციები, ესე იგი დაკვეთები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ისევ დაუბრუნდები ქართულ მედიას. ქართული მედია, როგორც გითხარით, თლიანად ესე იგი იკვებება დასავლური ფინანსებით, შეიძლება ასე ითქვას, თითქმის ესე იგი დასავლური ფინანსებით და მათი ესე იგი მიზანი კი არა, მათი ესე იგი შეიძლება ასე ითქვას მოღვაწეობის სფერო ეს არის ზუსტად იმ დავალებების შესრულება, რომელსაც ისინი იღებენ. სხვათა შორის ესე იგი შეიძლება ითქვას ძალიან დიდი ტვირთი, ესე იგი პასუხისმგებლობის ტვირთი არის ქართულ მედიაზე იმაში, რასაც ქვია საზოგადოების ზომბირება. ისინი ესე იგი მთელი თავიანთი მოღვაწეობით ხელს უწყობდნენ საზოგადოების ზომბირებას. შორს არის საქმიანობა, ვთქვა. არა, ნუ მოღვაწეობას გულისხმობენ საქმიანობით, თავიანთი საქმიანობით ესე იგი დამკვიდრდა ეს სიტყვა, თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობდნენ ყოველთვის საზოგადოების ზომბირებას და ახლა ზომბირებაც აღარ იკმარეს და უკვე აღვირახსნილობაზე გადავიდნენ. ამის ნათელი დასტურია თუნდაც ბოლო 2 თვეში რუსთაველზე მიმდინარე პროცესები და ქართული მედიის დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ. ესე იგი, ისინი ფაქტიურად არა მარტო მხარ გამოვიდნენ, არამედ ესე იგი ფაშისტების როლსაც ასრულებენ. მე არ შემეშინდება ამის თქმის, იმიტომ რომ ჟურნალისტი თუ ის ნამდვილად ჟურნალისტია
ოპოზიცია თუ ის მედიის წარმომადგენელია, ესე იგი ასე არ უნდა იქცეოდეს. მე ხანდახან ვამბობ ხოლმე, მწვენია ხოლმე რომ ჟურნალისტი ვარ პროფესიით, თუმცა თქვენ სწორად ბრძანეთ, მე საკუთარ თავზე არ ვიღებ იმას იმ შეფასებებს, რა შეფასებებიც მოდის საზოგადოების მხრიდან. ფაქტიურად ქართულ მედიას, ესე იგი ნდობა ელემენტარული ნდობაც კი არა აქვს საზოგადოების. არათუ ნდობა, არამედ საზოგადოება მას როგორც ხორცბეთს ისე მიიჩნევს. ნუ აქედან გამომდინარე ქართული მედიის როლი არის მავნებლური, შეიძლება ასე ითქვას, როგორც დღევანდელი ოპოზიციის, რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, ეგრეთ წოდებული, ნუ ზოგადად მეხუთე კოლონას ვიცით, ესე იგი მისი როლი საქართველოს პოლიტიკაში, საერთოდ იმ სიტუაციების პროვოცირებაში, რისი მოწმენიც გახდა საქართველო, ნუ აქედან გამომდინარე ეს არის კომპლექსური, ესე იგი არასამთავრობო, ოპოზიცია პლუს ქართული მედია. და ეს რატომ გახდა ხელშეუხებლად არასამთავრობო, არ შეიძლება დააკავო ჟურნალისტი, როგორ ჟურნალისტი, როგორ შეიძლება თუმე დააკავო ჟურნალისტი და ეს სხვათა შორის მე ჟურნალისტებისგანაც მე არ მინდა ხა დავასახელო, მეტყვი მას ვიცნობ ძალიან კარგად, აი ჟურნალისტებმაც დაკარგეს ლოგიკური აზროვნება. თქვათ ამბობ, რომ დანაშაულს ვინც ჩაიდეს, ყველამ და დაისაჯოს, ჟურნალისტია, თეთრი კანი აქვს, ყვითელი კანი აქვს, წითელი კანი აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, ხო ქალია, კაცია, ვინ არის. მაგრამ იგეუნებიან აბა პასუხად იმას კი არ გეუბნება რომ კი უნდა დაისაჯოს აბა პოლიცია რომ მომიტინგებს ძალას ამეტებს იგივეა აი ეს აბსოლუტური მოხდა დაშტერება მე მგონი საზოგადოების ერთი არის ზომბება ტვინის გამორეცხვა და მეორე არის რომ ადამიანებმა დაკარგეს ლოგიკურად საღად ლოგიკასთან საღად აზროვნების უნდა როცა ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე რომ და ჟურნალისტმა არავინ არ უნდა ეპატიოს. ელიზა, შენ რატომ პოლიცია როცა მაშინ ამეტებს და დაუშვათ აი ტიტუშკები არიან. ის ცალკე პრობლემაა და ყველა პრობლემა თავის ადგილას თუ არ გადაწყდა, მათ შორის ისიც რომ ჟურნალისტიც არ უნდა კონტრუშებდეს. ამას ვიტყვი და არ უნდა მოიქცეს მემწვანილესავით. მე მემწვანილებს არ ვაყენებ შესაძლოა ძველი გამოთქმა არის ასე ხო? ხო აი ჭყალებში მემწვანილესავით ეს 2x4-4-ია. და რატომ ჩაითვალა რომ თავის მოგიჟიანება ეს არის კარგი და ეს ბავშვური ტიპის კამათი ბავშვური არგუმენტები. იცით რა არის? ახაც კომპლექსურად უნდა შევხედოთ. აზროვნების უნარი არა მარტო ჟურნალისტებმა დაკარგეს. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილმა საზოგადოების ნაწილმა დაკარგა. მეორე, რაც შეეხება იმას, რატომ ესე იგი აძლევენ ამდენ უფლებას საკუთარ თავ ჟურნალისტები. ეს არის რომ ქვეყანაში არის დაუჯელობის სინდრომი. ესე იგი მე შემიძლია, მე მაქვს ყველაფრის უფლება, პასუხისმგებლობა ნული. ეს არა მარტო ქართულ მედიას ეხება, ზოგადად ასეა. აი დააგვირდეთ რა ხდება რუსთაველის გამზირზე და საერთოდ რა ხდება ქალაქში. აი ბოლო 2 თვის მანძილზე უკვე 50 დღეა თუ არ ვწდები ამ აქციების. ესე იგი დაუჟელობის სინდრომმა იფეთქა და ეს სხვათა შორის გუშინ და დღეს კი არ დაწყებულა. ამას აქვს თავისი ფესვები, ანუ ესე იგი როცა კანონი არ კანონობს, როცა კანონი ყველასთვის ერთნაირი არ არის აი ისინი რასაც აკეთებენ მეორე მხარემ, სხვა უბრალო მხარემ რო გააკეთოს, რა თქმა უნდა ისინი გისოსებენ აღმოჩნდებიან, ჟურნალისტები აღმოჩნდნენ ხელშეუხებელნი. ეს ეგრეთ წოდებული ნარატივი დაამკვიდრა ზუსტად იმ დასავლეთმა, რომელსაც ჩვენ ხშირად ვახსენებთ ხოლმე სხვა კონტექსტში, ესე იგი მათ აქვთ ხელშეუხებლობის უფლება იქიდან. მას საზოგადოებას კი არ მიუცია ამის უფლება. კანონი კი არ აძლევს მოქმედი კანონი, თუმცა ერთიც უნდა აღვნიშნო. მაგრამ ჟურნალისტებს შორისაც გრადაციაა. არა, ნუ გრადაციაში რაზმულისოდ გააჩნია. აი მაგალითად არ ვიცი ხა მე რომ დავარტყა ვინმეს ხელი ეს ჩამეთვლება თუ არა. ხო, მე გითხარი ზუსტად. აი სხვამ რო იგივე გააკეთოს, გისოსაც მიღმა აღმოჩნდება, ხო? იმათვის ყველაფერია შესაძლებელი. ეს არის ზუსტად იმ დაუჟელობის სინდრომის ბრალი, რომელიც ნელ-ნელა მკვიდრდებოდა და დღესაც გრძელდება სამწუხაროდ. და ამის მაგალითი ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს. როცა ესე იგი აშკარა დამნაშავეა, შეიძლება ითქვას საშიში დანაშაულის აქვს ჩადენილი, თუმცა ესე იგი ამ შემთხვევაში ისინი ისევე აგრძელებენ იგივეს და არანაირი ესე იგი პასუხისმგებლობა არ აქვს დაღებული საკუთარ თავზე. ეს მაგათი ბრალი არ არის, ხალბატონო, ეს მაგათი ბრალი ნამდვილად არ არის, ეს არის იმ სიტუაციის ბრალი, იმ გარემოს ბრალი, რა გარემო პირობებში ჩვენ გვიხდება დღეს ცხოვრება. რა პოლიტიკაც ხორციელდება დღემდე საქართველოში. სხვათა შორის 2022 წლიდან დღევანდელი ხელისუფლებამ კურსი შეცვალა, შეიძლება ასე ითქვას, ის მართლა რეალურად დაადგა სუვერენიტეტის გზას, თუმცა შიდა პოლიტიკას თუ განვიხილავ, ძალიან ბევრი რამ არის შესაძლებელი. და ბატონზაურ ესეც უნდა ვთქვათ აუცილებლად ის რომ ვთქვათ არის არასამთავრობო წარმომადგენელი არის ჟურნალისტი და ამიტომ ის ხელშეუხებელია ის როგორც გინდა ისე მოიქცევა რაღაც მას იზამს მუჯლუგუნებს კრავს და არტყამს პოლიციას ლანძღავს აგინებს
ეს არის რა თქმა უნდა პრობლემა და ეს ძალიან დიდი პრობლემა და ეს კარგს არაფერს არ მოუტანს საზოგადოებას. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ კანონის უზენაესობა დასაცველი არის ხელისუფლების მიერაც. როგორ ფიქრობთ? არა თუ მიერაც ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას კანონი. ანუ როცა ამაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად ესეც უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ არის შემთხვევა, მე მქონდა მაგალითად პირადად შემთხვევა, გზა იყო გადაკეტილი, რამდენიმე წლის წინათ მოხდა, ბავშვი შვილიშვილი უნდა გამომეყვანა, მაგვიანდებოდა. იქ დაკეტილი იყო უბოთა იმ საცობის გამო. თხოვე ახალგაზრდა ვაჟი იყო, პოლიციელი, თუ შეიძლება თქვა ბავშვთან და რაღაცა მიყვირა კაპოტზე ხელი და მე ჩვეულებრივ გენინსპექციაში ვუჩივრა. და მარტივად გადავწყვიტე ეს საკითხი, სიმართლე გითხრათ რა. ნუ ყველას არ შეუძლია საკრებულების დაცვა, მეორე არის რომ ანუ ჩვენთან არის პრობლემა. მაგრამ სათანადო რეაგირება ეს არის პრობლემა კიდევ. ნიჰილიზმს შობს ასეთი დამოკიდებულება კანონის მიმართ. აი მე მიმართავს აი რამდენჯერმე შესაძლოა იმიტომ რაღაცა უფლებები დაიღო ჩემი როგორც მოქალაქის თვათ ჩემი შვილის და რეაგირება იყო ნული. ხშირად ხდება ეს, იმიტომ ვამბობ. იცით რა არის, მე ხშირად ვკამათობ ხოლმე ჩემს მეგობრებთან. ნუ თითქმის თანამოაზრებთან, თითქმის იმიტომ ვამბობ რომ ბოდიში ბატონო, ამასაც ვიტყვი, აი ეხლა მაგალითად წელიწადში 6 თვეა სასამართლოს უფლება ირღვევა ჩემი შვილის მიმართ და ჩემი შვილის თავისუფალი სასამართლოს უფლება და ზიანდება ჩემი შვილის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. არ ტოკდება წელიწადში 6 თვეა სასამართლო. ანუ ეს არის ანუ მე ვამბობ რომ აქ ისეთი სიტუაცია რომ პრობლემები არის ორივე მხარეს და თუ ჩვენ საიდანღაც უნდა დავიწყოთ, გინდა აქედან დავიწყოთ და მე იქ გადავიდეთ, გინდა იქიდან დავიწყოთ და აქ გადმოვიდეთ. მაგრამ იქ რომ პატარა პრობლემა, ეს მე ეკოსავით, უკვე გარეთ ეს იქნება ეს გარედან მხარდაჭერილი არასამთავრობოელი ოპოზიციონერი, ჩვეულებრივი მოქალაქე თუ ჟურნალისტი 10-ჯერ მეც გააკეთებს, ვიდრე ამას აკეთებს სახელმწიფოს წარმომადგენელი. აი ის რომ ხელისუფლება მუდმივი ზეწოლის ქვეშ არის ძალიან წვავე ზეწოლის ქვეშ არის ამას ჩემი დასტური არ ჭირდება და აქედან გამომდინარე ის ესე იგი არის ჩართული ომში ანუ საგარეო პოლიტიკით არის ზრდად ესე იგი დაკავებული და ჯერჯერობით ვერ მოიცალა ასე ვთქვათ საშინაო პოლიტიკისთვის ძალიან ბევრი რამ არის შესაძლებელი რეფორმა ჭირდება ძალიან სერიოზული რეფორმა ჭირდება სხვადასხვა დარგებს უპირველესად მე მაინც წინა პლანზე დავაყენებდი განათლებას შემდეგ სამართალი არის სხვა სფეროებიც, თუმცა კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ეს ერთდროულად ამის გაკეთება ძნელია, იმიტომ რომ ორ ფრონტზე ბრძოლა ძალიან ძნელია, მით უმეტეს იმ სოფლიო პოლიტიკის პირობებში, რა პირობებშიც ვარსებობ ჩვენ. დღეს ძალიან სერიოზული გამოწვევები წინაშეა სამყარო, საქართველოს სამყაროს ნაწილია, მით უმეტეს ბოლო 2 წელია, ესე იგი, კურსი იცვალა, ასე ვთქვათ, სახელმწიფომ თქვა რომ ესე იგი ის დაადგა სუვერენიტეტის დაცვის გზას რას ნიშნავს ეს რომ არ შევასრულებ მე ესე იგი პირდაპირ ღიად შენს დაკვეთებს არ შევასრულებ თუ ის ეროვნულ ინტერესებს ესე იგი ეწინააღმდეგება ხო ეს არის სუვერენიტეტის დაცვა ნუ აქედან გამომდინარე ესე იგი რა თქმა უნდა ხელისუფლებამ ვერ მოიცალა ჯერჯერობით მე მინდა ვირწმუნო რომ ვერ მოიცალა და როცა უკვე გაირკვევა რაღაცების საბოლოოდ როცა უკვე ესე იგი ეს პერმანენტული აქციებიც ალბათ ერთხელ და სამუდამოდ შეწყდება, როცა იქნება შეწყდება ალბათ, ხო? აი მე ესე იგი მთავრდება სამყაროში და მე ესე იგი ალბათ ჩვენ თვითონ საზოგადოებამ უნდა მოვთხოვოთ, ესე იგი საშინაო პოლიტიკაში იმ რეფორმების გატარება, რომელიც ქვეყანას დაამსგავსებს ქვეყანას. ჩვენ კანონის უზენაესობაზე საუბრობთ, რომელ უზენაესობაზეა საუბარი? ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, როგორი კანონები გვაქვს დაუშვათ. ვის ინტერესებს იცავს ეს კანონები ერთი და მეორე არის თუ არა ყველასთვის ერთი და იგივე კანონი დაუშვათ ესე ჩვენ ვთქვით რომ ესე იგი შეიძლება იმათ რაც ეპატიება მეორე მხარეს არ ეპატიოს ხო აი ეს ყველაფერი უნდა ესე იგი აღმოიფროს სხვანაირად ესე იგი ნდობა სახელმწიფოს მიმართ ნდობა ხელისუფლების მიმართ არ იქნება და მხარდაჭერაც არ იქნება ხალხი შეიძლება ითქვას რომ მენდაკლებად გაიზარდა მაინც თუ ჩვენ აი 10 წლის წინანდელ ქართულ საზოგადოებას გავიხსენებთ თუნდაც 5 წლის წინანდელს ხო ძალიან დიდი განსხვავებაა ხალხი აზროვნებს უკვე ხალხს ცნობიერება ნელ-ნელა ცნობიერება მიდის იმ სიღრმემდე რომ ესე იგი მას უკვე გაცნობიერებული აქვს რა შეიძლება რა მოხდეს. ნუ სხვადასხვა გულწრფელად გეტყვით ახლა ის რომ ბოლო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 1.200.000 ხმა მიიღო და დამაჯერებლად გაიმარჯვა უკვე მეოთხედ ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი გარკვეულწილად ხალხს მოსწონს ის ნაბიჯები რომელსაც ხელისუფლება ატარებს. თუმცა კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს შიდა პოლიტიკას როცა ვახსენებთ იმ შემთხვევაში უკვე მოდის პრეტენზიები რომ ბევრი რამ არის შესაძლებელი. და ამაზეც მინდა ვისაუბრო, მაგრამ აი თქვენ მზენთო ყველა მარცის თავისი უფლებების დაცვა. საერთოდ ჩვენთან ეს პრობლემაც არის, როდესაც ამბობენ რომ აი
კანონი არ მუშაობს, კანონი მკვდარი კანონია. კანონი მკვდარი იქნება სანამ არ გააცოცხლებ მას და ამ კანონს აცოცხლებს მოქალაქე. ადამიანი თვითონ ხო, როდესაც იყენებს. მე მაგალითად კანონებს ვიყენებ ხოლმე აქტიურად, თუმცა ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც აი კანონიც კი არ შველის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უმეტესწილად კანონი ნამდვილად მშველის. აი ამდენი წელი არასამთავრობო სექტორი მუშაობს საქართველოში. და ხომ შეიძლება მათ კარგი რაღაცებიც აქვს წლების წინათ გაკეთებული. ეს შირმა იყო ყველაფერი. ხო, რაც იყო ყოველ შემთხვევაში, მაგრამ უფლებების დაცვა ხო შეიძლება და ისწავლებინა მოქალაქეებისთვის, ამდენი დაფინანსება ქონდათ აღებული, როგორ უნდა გამოიყენებინათ კანონი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. ეს რატო არ გაკეთდა თქვენ ეს მიზანი? აიცით როგორ არის ნებისმიერი საზოგადოება იმსახურებს ერთ ხელისუფლებას, როგორცაც იმსახურებს, ხო? რისი ღირსიც არის, ხო? საერთოდ ესე იგი ჩვენ იდეალურ ხელისუფლებაზე არც უნდა ვიეცნობოდეს, სამყაროში არ არსებულა და არც იქნება, თუმცა თუ საზოგადოება თავის მოწოდების სიმაღლეზე იქნება, ცხადია, ესე იგი ხელისუფლებაც შეცვლის თავის დამოკიდებულებას. მე ამ შემთხვევაში არასამთავრობო ვიკითხე, მოვალიქამდე. არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა დაუპირისპირდეს მეორე არასამთავრობო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ შემთხვევაში ყველაზე სერიოზული ძალა იქნება ხალხის ერთობა. ანუ ესე იგი მე სულ ვწერდი სხვადასხვა თითქმის 10 წლის წინ და ბოლო წლებში ვწერდი რომ აუცილებელია საზოგადოებამ შექმნას რაღაც გაერთიანება თუნდაც დარბაზის სახით, რომელიც ესე იგი დაუპირისპირდება ზუსტად იმ მავნებლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუ მათ აქვთ უფლება ესე იგი ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე. ჩვენ რატომ არ გვაქვს იმის უფლება, ჩვენ რატომ არ უნდა გქონდეს იმის უფლება, თუნდაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, რომ ესე იგი ალტერნატიული აზრი გაგვაჩნდეს და პირიქით საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლებას დაუდგეთ კიდეს გვერდით. სხვადასხვა ჩვენი პრობლემა იცით რაშია? ბოლო წლებია თითქმის ესე იგი 20 წელია, 30-33 წელია მას შემდეგ რაც დემოკრატიული საქართველო ანუ ესე იგი გამსახურდიას ხელისუფლება დაამხეს, ხო? მერე და მერე სულ უფრო და უფრო ესე იგი ხელისუფლება შორდებოდა ხალხს. და ვიდრე ესე იგი ხელისუფლება ხალხთან ახლოს არ მევა და ხალხი და ხელისუფლება ერთიანი არ იქნებიან სახელმწიფო ესე მშენებლობაში, ესე იგი მანამდე ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ასეთი ზიგზაგების წინაშე, ასეთი პრობლემების წინაშე, არც უნდა ვიეცნებოდ უკეთეს მომავალზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხის ჩართვა სახელმწიფოს მართვაში ეს არის აუცილებელი პროცესი. ხალხი უნდა ახდენდეს კონტროლს. ესე იგი ხელისუფლების საქმიანობას. მაგრამ იმისთვის რომ ხალხმა კონტროლი შეძლოს და გაკონტროლება ან შემოწმება ვინმე ამისთვის ელემენტური თავის უფლებები მაინც უნდა იცოდეს. მე ცოტა სხვა რამე გითხეთ, რომ არასწორად ვერ გამოვთქვი კარგად. ანუ არასამთავრობო სექტორი რატომ არ აქტივობდა იმ მიმართულებით, რომ სამართლებრივი ცნობიერება აემაღლებინა ადამიანების, მოქალაქეების, რომ მათ თავიანთი უფლებები ცოდნოდა. არა, ეს არ იყო მათი მისია. როცა ესე იგი სამოქალაქო ესე უფლებების ცოდნა საზოგადოება ისე ხო ვერ ჩამოყალიბდა. სამოქალაქო უფლებების ცოდნა ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას. როცა სამოქალაქო საზოგადოება არსებობს ქვეყანაში, ხო? ცხადია, მისი ისე იგი როლი არის ნულის ტოლი. არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველ შემთხვევაში ესეთი არასამთავრობო ორგანიზაციები როგორც ჩვენ ვყავს საქართველოში დღეს დაფინანსებული უცხოეთიდან, ხო? ესე იგი, რა თქმა უნდა, მათი მისია, ფუნქცია ეს არის პირიქით. ისინი აი დაუშვათ ავიღოთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, ხო? არის ესეთი არასამთავრობოების, რომლებიც ესე იგი ფაქტიურად თავიანთი სახელწოდებიდან გამომდინარე თითქოს დაიცავენ ადამიანის უფლებებს, თუმცა იმ დონემდე სანამდე სჭირდებათ. ხალხის ცნობიერებაზე დაკაკუნება ეს არ არის მათი ესე იგი მოვალეობა. ისინი პირიქით მათი ფუნქცია არის ზომბირება საზოგადოების როგორც ქართული მედიის, მათი ფუნქცია არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა და ასე შემდეგ. და ისეთი ხელისუფლების მოყვანა ქვეყანაში, რომელიც შეიქმნება უსიტყვო შემსრულებელი დასავლეთის ინტერესების. და სახელმწიფოს დაფინანსება აი აზერბაიჯანში მაგალითად სახელმწიფო გასცემს გრანტებს. აი თქვენ როგორ აი არასამთავრობო სექტორმა რა დაფინანსებით უნდა იარსებობს რომელიც წყაროდან. სახელმწიფო დაფინანსებაც არ ვარგა რომ დაფიქრდე. თორე ესეც შეიძლება იყოს სუბიექტურობის და ზეწოლის
აი ჩვენ მოდი პარალელი გავაბლოთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებულია ეს მაუწყებელი, ანუ სახელმწიფო საზოგადოება ძალიან გვიყვარს ხომ მე ვიხდი გადასახადებს ის მომენტს. ხო და მომიშევედით რომ იმას გეუბნებით, ხო? ანალოგიურად შეიძლება ეს იგივე გადავიტანოთ ადგილობრივ არასამთავრობოებზე. რა თქმა უნდა, ან უნდა დააფინანსოს ადგილობრივი არასამთავრობოები, უნდა დააფინანსოს ან ბიზნესმა, ქართულმა ბიზნესმა, რომელსაც არანაირი სურვილი არ აქვს ამისი, ან სახელმწიფომ. თუმცა ის არ უნდა იყოს მისი უსიტყვო შემსრულებელი, მისი ესე იგი დირექტორის უსიტყვო შემსრულებელი. თუ არასამთავრობოსთან გვაქვს საქმე, რატომაც სახელმწიფო ბიუჯეტი ხო ხალხის ხარჯის არა ივსება. ხო, ფაქტიურად ჩვენი დაფინანსებული იქნება, ეს იქნება ხალხის დაფინანსებული, როგორც საზოგადოებრივი ტელევიზია. სხვა საკითხია, როგორ გამოიყენებ მას. დღეს ძალიან დიდი პრეტენზიებია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართით, ხო? ესე იგი, ის ვერ ასრულებს, ნამდვილად ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც მას დააკისრა საზოგადოებამ, ხო? ეს მაგათი ბრალი კი არა, ეს არის საზოგადოების ბრალი, რომელიც ესე იგი აძლევს უფლებას ასეთი ტელევიზია იყოს. ანუ სახელმწიფომ ანუ როგორ მაინც ვერ მიხვდი, ანუ რაღაცა წყალს ან სხვა ჩვენ პრემიერ-მინისტრმა უკაცრავად ან როგორ ეცი ბატონო. ხო შეიძლება ან სკოლაში შემოვიდეს ეს სამართლებრივად რაღაც აგნები ალბათ იქნება, მაგრამ ნუ ყოველთვის მე არ მსმენია რომ ძალიან აქტიურად ასწავლიან, სადაც ისეთ სახელმწიფოებია სკოლებში სულ არ ასწავლიან წერა-კითხვა არ იცოდნენ, მე მგონი ჯობია. ან სკოლებიდან დაიწყოს, ან ბაღიდან დაიწყოს, ბავშვმა იცოდეს თავისი უფლებები და იცოდეს მოვალეობები. და სხვანაირად აი ეს დააფინანსებს, ის დააფინანსებს და შესაძლოა იქნება ვიღაცის ინტერესი, როგორ ფიქრობთ, აი საგანმანათლებლო მოდიეთ და მე სხვადასხვა ძალიან მესიამოვნა, როცა საქართველოს მოქმედა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ ესე იგიო ადგილობრივ არასამთავრობოებს დავაფინანსებთ, რა ხელ შეუწყობთ ადგილობრივ არასამთავრობო აღმოცენებას. ეს ძალიან კარგი ნაბიჯია, რა თქმა უნდა, თუ მას იგივე ბედი არ ეწევა, როგორც კიდევ იმ როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ მეორეა, არც ერთი ხელისუფლება თუ რა თქმა უნდა ის სახელმწიფო მოაზროვნე ხელისუფლება არ არის, ესე იგი თავის საპირწონეს არასდროს არ დააფინანსებს და არ შექმნის. ანუ ის იმ დონემდე ყოველ შემთხვევაში არ გააძლიერებს ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, რომ მისი ზედამხედველი გახდეს. არასამთავრობო სექტორი რა არის ფაქტიურად? ეს ზედამხედველია საქმიანობის ხელისუფლების, ხო? და ესე იგი არასამთავრობო სექტორის მისია არის ცნობიერება, ესე იგი გაიზარდოს მოსახლეობის. ხო? ამას არ გააკეთებს, რა თქმა უნდა, მაგრამ მოდი დავიწყოთ მაინც რაღაც ჩანასახის სახით მაინც და თუ ამაში არ ჩაერთვა ადგილობრივი ბიზნესიც, ხო? ნუ დასაწყისი შეიძლება იყოს კარგი, თუმცა როგორი გაგრძელება მოყვება, ამის პროგნოზირება ნამდვილად არ შემიძლია. აი როგორ აღმოჩნდა, რომ ჩვენთან არც ბიზნეს არ აქვს ინიციატივა, რომ თქვა დაეხმაროს საზოგადოებას, ნუ უცხო არ აქვს და არ აქვს, მიხვდეთ იმისა, რომ თქვა დემოკრატიულ სივრცეში უნდა ჩვენი შეყვანა. რაღაცა ეს საერთოდ ყოველასთვის არის დამახასიათებელი თუ ჩვენთან არიან ცოტა ძუნძები. არა, ბიზნესი თავს არ იტკიებს. ჩვენ გვახსოვს რა დამოკიდებულება ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას, ესე იგი ადგილობრივი ბიზნესის მიმართ. ჯიბეში ედოთ ფაქტიურად, ხო? რასაც ავალდებულებდნენ, იმას აკეთებინებდნენ, რაც უნდოდა იმას აკეთებინებდნენ, ხო? ახლა შეიძლება ასეთი წნეხი არ არის დღეს ბიზნესის მიმართ. თუმცა ისინი მაინც ცდილობენ რომ თავი შეიკავონ აი ასეთი ინიციატივებისგან. მათ ურჩევნიათ ხელისუფლება მას უყურებდეს კარგად, კონდეთ კარგი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ვიდრე მათ ხელი შეუწყონ, ესე იგი ხელისუფლების საპირწონე ორგანიზაციების დაფინანსებას. ეს სხვადასხვა ვიდრე ამ მენტალობით ვიქნებით, ჩვენ ყოველ პრობლემები გვექნება. ბიზნესი ესე იგი არ უნდა იყოს მონოპოლიზებული სახელმწიფოს მიერ და სხვადასხვა მიუხედავად იმისა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ აქტიურად არ ერევიან ქართულ ბიზნესში დღეს ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია შეიძლება ლობირება იყოს და ლობისტები ყავდეს ვიღაცა თქვა ხო რომ ამბობენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში აშკარად არა და ახევები ბიზნესის და რაღაცები გადაფორმებები არ არის ხო დღეს ნუ მიუხედავად იმისა მაინც ისინი თავს იკავებენ რატომ იკავებენ თავს არ უნდათ რომ გაიფუჭონ ურთიერთობა ხელისუფლებასთან ეს არის არასწორი ხედვა ეს არის არასწორი დამოკიდებულება სახელმწიფოს ინტერესების მიმართ ყოველ შემთხვევაში მოდი ვთქვათ პირდაპირ ქართული ბიზნესი ქართულ სახელმწიფოს არ ემსახურება ისინი უფრო ემსახურებიან საკუთარ კომფორტს და ხელისუფლებებსაც მაინც იმიტომ რომ ისინი ყოველთვის ითვალისწინებენ ვინც არის იმ ხელისუფლების ინტერესი ყოველ შემთხვევაში და აი ჩვენთან კიდევ არის აი თვალში საცემი რომ სოლიდარულები არ ვართ ერთმანეთის მიმართ მე გულისხმობ სოციალურ სოლიდარობას რაც არის უფრო მეტად დამახასიათებელი დასავლური საზოგადოებებისთვის არის დამახასიათებელი აი გადასახადების ის ხვამ პრინციპით არის ვინც მეც გამოიმუშავებს მეც გადასახადას იხდის თქვა აი განაწილება გაყოფა და ჩვენ ამ დროს თითქოს სტუმართ მოყარები და კეთილები ვართ რატო ვერ ჩაჯდა ეს ჩვენი ტრადიცია
კანონიო როგორ შეიძლება საუბარი იყოს სოლიდარობაზე? მოდი დავაგვირდეთ ახლა ამ ბოლო აქციებმა პარალიზება მოახდინა საზოგადოების დააპირისპირა ერთმანეთს. არა, მე იმათთან სოლიდარობაზე არ ვამბობ. მივალ იქამდეც რა. ესე იგი, ჩვენ სოლიდარულები რანაირად შეიძლება ვიყოს? სოლიდარული არის საზოგადოება, რომელიც არის ჯანსაღი საზოგადოება, სადაც არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, სადაც ცნობიერება და მისულია იქამდე, რომ ესე იგი ჩვენი თავარი მიზანი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფოს მშენებლობა, კეთილდღეობა მოსახლეობის და ასე შემდეგ. აი არ ვიცი ახლა ქართულ ხასიაში რამდენად დევს ეს პრინციპი, სოლიდარობის პრინციპი ყოველ შემთხვევაში. ჩვენ ესე იგი რო დავაგვირდეთ, ძალიან სუსტია სოლიდარობა, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და ამის მიზეზები უნდა ვეძებოთ. ესე იგი, ფაქტია ის არის, რომ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ ნამდვილად არ ვართ. მე ვერ გეტყვით ესე იგი რატომ ხდება ასე, მაგრამ ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, განსაკუთრებით ეს ამან თავი იჩინა ბოლო 30 წლის მანძილზე. მას შემდეგ რაც ესე იგი საბჭოთა წყობილება ესე წასულ ჩაბარდა და რაღაცა და ჩვენ თითქოს დამოუკიდებლები გავხდით და ჩვენ ვიცით ამ დამოუკიდებლობა რა მოგვიტანა და როგორ მოვედით დღემდე, ხო? განსაკუთრებით ესე იგი დაპირისპირება საზოგადოების ფენებს შორის დაიწყო ზუსტად ესე იგი ამ საბჭოთა კავშირი მე არ მივსტირი ვარ, რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირს, თუმცა აი სისტემის დანგრევის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. ჩვენ ესე იგი ფაქტიურად უსისტემო ქვეყანაში ვცხოვრობ დღეს. ესე იგი აქამდე ყვებავდნენ ლიბერალური იდეოლოგიით, ახლა ვცდილობთ თითქოს გავექცეთ ამ იდეოლოგიას, მაგრამ არც ისე იოლი შეიძლება აღმოჩნდეს ეს. იმიტომ რომ არ ვიცი ჩვენ რა გვინდა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. ჩვენ უნდა დავამშვიდობოთ ერთმანეთს და შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის. მადლობა.